მოგესალმებით სამი ტავრნის ვიდეოს სიუჟეტში კიდევ ერთხელ და დღეს გვაქვს ეპიზოდი 7 ჩვენი 3D ბაზარის და ვიწყებთ შეიძლება საინტერესო, მაგრამ ანუ საჭირო არა საინტერესო, მაგრამ საინტერესო არა საჭირო ინვენტარით. რაც არის SOT 3D-მ ახალი დრაიერი გამშრობი გამოუშვა, რომელიც ანუ თან საჭირო არის, მაგრამ ანუ სახალისო თემატიკა რას მოჭი არ არის. ანუ დრაიერი კი საჭირო არის, თქვა ანუ TPU-თვის და ნეილონისთვის და ეგეთი რაღაცეებისთვის. ხო, PLA-საც არ აწყენს შედეგში გაშრობა. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში Reddit-ს თუ კითხავ, უნდა გააშრო ყველაფერი. ხო, რაღაცა პრობლემა გაქვს? გააშრო. კი, ან რატო არ გაშრალი? ჭანჭი კი მაკლია. ფილამენტი გააშრე. ეგ არის Reddit. არც თავის არც. მაგრამ ამ თუნდაც ამ გამშრობის აზრი ისაა, რომ ანუ სტანდარტული გამშვები როგორც არის, უბრალოდ ანუ აგერ გვაქვს ანუ უბრალოდ შეაგდე 1-5-6 საათი დაელოდე და არის. ან და მე რა ნახრეტები აქვს, ძალიან შეიძლება პირდაპირ გამოუშვა, ანუ როგორც კი შრება ეგრევე. მაგრამ ანუ გზაში მილი თუ გაქვს რაღაცა, ხო, შეიძლება გზაში დასველდეს, თუ ძალიან ჰიდროსკოპული ნივთიერება არის. და ეს არის პირდაპირ ყუთი არის, რომელიც ანუ თავიდან ბოლომდე იზოლირებული არის, ანუ სანამ შევა პრინტერამდე, მაგამდე. და ნუ გზაშიც აშრობს თან. რაც ანუ არა ვარ წინააღმდეგი. ცოტა ჩიტის ზარბაზნის მოკლასავით გამოიყურება ჩემთვის. ეხლა ეს ამბავი. მაგრამ ალბათ რაღაც ზეჰიდროსკოპიულ ელემენტზე ან არ ვიცი, ფოტოში თუ გაქვთ 3D პრინტერი, მაშინ გინდა ალბათ ეგ რაღაცა, ანუ ხო შეიძლება რომ მართლა ისეთ ადგილას ხარ, რომ იმდენად მაღალი ჰაერია. ფლორიდაში რა. ხო რა, ანუ ფოტი ფლორიდა, ეს და იგივე ორივეგან არიან ალიგატორები. უბრალოდ ფლორიდაში მდინარეებში ცხოვრობენ ალიგატორები და ფოტში სახლებში. შენ ჩართული გაქვს შენ ისა? მე არა მაქვს ჩართული. ეხა ჩართული გაქვს. წონი გითია. ბუმ 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 ბუმ. აჰა, კარგი, ვისმი ეხა უკეთესად. ხო და ვის არის რა? ჩეულებრივ აშრობ ტიპს და მე ჩამოკიდებ და მე სველდება ისო. ხო? მაგრამ ანუ აი არ ვიცი, წარმოუდგენლად ნოტიო გარემოში თუ არსებობ, ალბათ გინდა ეგ რაღაცა. და თან ანუ საინტერესო კონცეფცია იმ თვალსაზრისით, რომ ვის არის? ანუ აი გზაში გააშრე ღერო, უბრალოდ გრძელი გზა მოატარე, გააშრე და პრინტერში მშრალი შედის და სულ არ იყოს თუ გინდა მშრალი თვითონ სფული. ხო და აი ისეთი რაღაცაა რა, რომ ყოჩა არ მიფიქრია ამაზე, რომ შეიძლებოდა, მაგრამ თან რა მოხსენით, მაინც ვერ ხვდები. და რა, ერთი წელია გაუჩერებლად ვეჭდა, როცა რა მომიხდება ხელში. და ჯერ არ გამიშრია პირადად ფილამენტი. მე TPU-ს გაშრობა მომიწია, იმიტომ რომ აი აქ საშინელი ლეიერები მოვიდა, აი გუბკასავით რა ეხლა ვიზუალზე რა. შეტენე კამერაში, შეტენე. აი სველი TPU როგორ გამოიყურება. ეცა. ოპა, დაფოკუსდა? ხო. ნახე? ნახე როგორ ნახე ფოკუსდება მაინც. აი დამაფარე. ოპა, აჰა, აი. რაღაცა ნაყვავილარი კიდე ყოფანატირები გვერდი რო არის. ეგ არის სველი ფილამენტის შედეგი. რომელიც შრება ისეც, რავი, ჩვეულებრივ დრაიერში. თუ ანუ ეს ჩვეულებრივ დრაიერში ყო შეგდებული და მე ხო დახურული პრინტერი მაქვს და უბრალოდ ბედს ვათბობ ხოლმე შენი რჩევის მიხედვით. ბედს ვაყენებ რაღაც 50 გრადუსზე და ვრთავ მე და ხურავ კარს და მიდი გაშრი. რას გინდა ისინი ხო რა. ყველაზე მეტად ჩართული იყოს, ანუ ძველი ჰაერაც ეკოს გამოვიდა. ხო და მაგრამ ისე ყოველთვის ფიქრობდი რას, იცი? რომ თვითონ ფილამენტი ისე მჭიდროდაა დახვეული, რომ კარგი ჩავრთე ბედი, კაი 50 გრადუსზე გავაცხელე. ხო და ეს სინესტე, რომელიც აი შიდა ლეიერებიდან გამოდის, შიდა გორგლის შიდა ნაწილიდან რო გამოდის. მე სად მიდის, იმიტომ რომ ესე ძევით. ხო, ეს თქო ზევით მიდის, მაგრამ კიდე გორგალია იქ რა და ანუ ესე იგი გორგლის სხვა ფენაში გადადის და მე გადადის და ესე იგი ესე რაღაცა 100 ფენა უნდა გამოიაროს და მე გავიდეს აერში. ანუ უფრო მაინც სითხე და ვეიფერი მაინც ხო დიდება და შეფროს ანუ ჰოპ ბუშტივით იზრდება და მე უნდა გავიდეს. ანუ მაინც ლეიერებში გადის, მაგრამ ანუ ისე რა გაუშვი. იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდეს რომ არიფი ვარ მე
და ეს დრაიერი არის ერთადერთი სწორი გზა გაშრობის რაღაცეების და შეიძლება აღმოჩნდეს რომ ვინცაც ეს დრაიერი აქვს რაღაც სასწაულად პრინტავენ ყოველთვის და ყველა ჯერზე ყველაფერი იდეალურად გამოსდით, იმიტომ რომ მაგრამ არ ვიცი ჯერ რა. ჯერ მომხმარებლების რევიუები უნდა წამოვიდეს, მაგრამ საინტერესოა რა. აი იცი რას მაგონებს ეს ტიპი? იგ ნობელის პრემიის ლაურეატები რო იჩნდებიან ხოლმე რა, რომ კი, ნამდვილად სამეცნიერო აღმოჩენაა ძმაო, მაგრამ არაფერში არ გამოადგება ის ცოდნა, რომ ძროხა ზებრასავით რო შეღებო, ნაკლები ბუზი აჯდება რა. მართლა ნაკლები ბუზი აჯდება ძროხას ზებრასავით რო შეღებო. მაგრამ რით უნდა შეღებო? აი გარუჩი, ალბათ food grade უნდა იყოს რამე, ქართულად პიშევოი. ქართულად. აკრედიტ რო გადაუსვი. კი, არ ვიცი, რაღაცა რო წავს რა. მე ძალიან მაინტერესებს ის იაპონელი ტიპი, რომელსაც ეგ გამოყმაჩენა გააკეთა, როგორ ღებავდა. შეიძლება, იმიტომ რომ ერთი ძროხა რო შეღება, შეიძლება იწვალა რა, მაგრამ აი რაღაც კვლევების მესამე თვისთვის რა სიჩქარეში რამდენად სწრაფად ასწრებდა მაგას. რეალურად ან ეგ შეიძლება უფრო რაც მარტივი თემა არ შეიძლება, მაგრამ რაღაც ვიცი სპეციალურად სითხე იყიდება. რაც 2-3 წუთს აი კისერზე დააწვეთებ ძროხას და ეგეც უკვე ბუზებს ანუ. აჰა, კი, ანუ კიდევ უფრო უსარგებლო. მე რა არის რა რომ თვითონ ამ საღებავის ორთქლი ხო არ აფრთხობდა ბუზებს მარტო ფერი იყო დავიჯერო მან? ეგეც არის. კი. ან რაღაც ქიმიურად უნდა გამოიწვიო ალბინიზმი ძროხაში. მე არ ვიცი რა მოკლედ რა დაბრუნეთ 3D პრინტერებზე ძროხებში ვერ ვიყავ. ხო და აგეგას 3D პრინტერებში ანუ ეს კომპანია ანუ Frozen-ი ანუ PH-ით უფრო ცნობილი არის ანუ რეზინის პრინტერებით, მაგრამ გააწყვეტა რომ გამოუშვას ჩვეულებრივი FDM პრინტერი და გამოუშვა 3D პრინტერია რა ანუ ანუ კარგი არის, მაგრამ ანუ არაფერი ისეთი ახალი ტიპი არ არის რაღაც. კი, ან მე მგონი უბრალოდ დასხდნენ ბიჭები და მიხვდნენ რომ ბიჭო ეს რეზინის პრინტერებს კარგად ვაკეთებთ, ინჟინრები ყავს. მომენტ რეზინის პრინტერის გაკეთება უფრო რთული ინჟინრული გამოწვევა მგონია ცოტათი ვიდრე FDM-ის გაკეთება. მე მგონი პირიქით. კიდე ანუ რეზინის პრინტერში რა არის, რომ ეს საწოლი ანუ ზევით ქვევით ავიდეს და სწორ მომენტში ქვედა ეკრანი აინთოს. ხო, მაგრამ თვითონ ეგ რო სწორ მომენტში აინთოს, მაგას ხო უნდა software მხარეს მაინც სისუფთავე. სანტული FDM პრინტერი შემოსანო ხშირად ანუ 2-დან 6 ძრავამდე აქვს, რომ მაგან ყველა ეს რეზინის პრინტერს ერთი ძრავი აქვს? ხო, ანუ ზევით ქვევით არის, მეტი არაფერი არ არის რა. შეიძლება მეორე ძრავი გქონდეს, ანუ შედარებით ანუ მაღალ ხარისხიან პრინტერებში არის, ანუ ეს ვეთი რაც არის, სადაც რეზინასხია. მანდაც ერთი ჭხირი არის, რომელიც ანუ წინ და უკან დადის, რომ ანუ რამე თუ არ მიეწებოს ხვევი და ძალიან არ გაშვეს და უბრალოდ ანუ აქეთ იქით აკეთებს და თან ზოგს აქ კოვზის ძრავი ხო, ანუ მოურიეში გადაში. ანუ და ხომ ანუ ეს ჯოხიც ანუ გახურებული არის, რომ ანუ ეს რეზინა არ გაგრილდეს და ანუ არ შეიკრას რა, ანუ მაგასაც აკეთებს რა. ასე გიგო. მაგრამ ნახე რა ხდება, რეზინის პრინტერი კი შეიძლება ერთი ძრავი აქვს, მაგრამ ის ერთი ძრავი აკეთებს ნანომეტრის ხელა ბიჯს და ის FDM პრინტერში არ აკეთებს მაგ ხელა ბიჯებს. შესაბამისად ის ერთი ძრავი ვინც დააპროგრამა შეიძლება იმან თქვა, რომ ბიჭებო, რა გჭირთ? ხალხო, ვერ გავიგე, ნახეთ რა მაგარი მოტორის პროგრამისტი ინჟინერი ვარ და 2 ცალით დამამატებინეთ რა და გამომაშვებინეთ პროდუქტიო და თან ის არის, იმიტომ რომ დიდი ბაზარი, FDM ბაზარი მე მგონი უფრო დიდია ვიდრე რეზინ პრინტერების ბაზარი. ჩემი ესეთ უხეში შთაბეჭდილებით. არაფერზე დაფუძნებულად არ მომაქვს, მინდა ვთქვა, ეს ვარაუდი, უბრალოდ ეგრე მგონია რა. მეც მასე მგონია, იმიტომ რომ ანუ ბამბულაბი მაინც ყველაზე პაპსა ბრენდი არის რაღაც მოჩი ანუ პრინტერებში და ანუ მაგას რეზინს პრინტერი არა ხო არა და ანუ მაგას აქვს ყველაზე მეტი გაყიდვა მსოფლიოში პრინტერების ანუ ტუპა მაგით ისე ყველაზე Creality-ის მოვალეობის მოხდის მისნით აქვს Ender 3 რაღაც რაღაც რეზინის პრინტერი აქვს მაგრამ მოვალეობის მოხდის მისნით რომ არა ჩვენც გვინდა ხო და ესენი უკმო არიან რა რომ ესენი რეზინებს აკეთებდნენ და ჩვენც გვინდა FDM ბაზარშიო და პრინციპში მაგრამ სურათს ვდახევთ, აი აქ დავდებ სურათს.
რამხელა გონიათ ეს პრინტერი რო იყოს? იქნება რაღაც ანუ ვიზუალად ანუ შეიძლება Soul 01 Warren 0 რო არის 120-180 მმ-იანი A1 mini-ის ხელა რაღაცა არის ვიზუალით უბრალოდ ანუ პერსპექტივის სხვა რაღაცები რო არ გაქვს რა შეიძლება მაგით რო შეხედო მაგრამ არის 300-300-400-ზე 300-300 build volume ახლა 300-300 მაგრამ მაგით ანუ კი აი შეხედო მე მგონი ჯმუხი ტიპია რა თან ყველა ნაწილი რამხელა აქვს რომ ანუ რამდენი რაღაცადებს შეგიძლია და შეიძლება უფრო იპოვო თუ გახსნა ანუ უეჭველი იპოვე რაც ანუ პროცესორები რაღაცა ხო აქვს შეგიძლია მაგ პროცესებში არის ხო მაგრამ ანუ თავარი რა მარკეტინგიც აქვს ანუ არის გადაობა მარკეტინგები ჩემი აზრით უბრალოდ რაღაცის გამო მაგრამ არის ორი რაღაცა რაც მართლა კარგი არის მაგრამ ისიც ანუ რამდენად რეალურ ცხოვრებაში გამოვა არის თემა ეს არის 1000 მმ წამამდე ბეჟთვის სისწრაფე და 40000 მმ წამი მოძრაობის სიჩქარე ანუ ისა რომ თეორიულად კი შეუძლია ანუ წესი და ნუ იზახიან წეს შეუძლია მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რა ფილამენტზე რა პირობებში რა წყალსაცავი გოლდმაგნოზით ანუ რა სიჩქარით იბაშობოდა და დანჩენი არის ანუ როცა 300-300-ზე გაიბულ ბილ ვოლუმი არის ბევრი რაღაცისთვის და მაგრამ გადაობა ის ხარ თვითონ ამას Core XY პრინტერი არის მაგრამ ის პრინტერი რომელიც ანუ საწოლი სწორად არის და უბრალოდ ანუ ეს ნოზლი ადის ჩამოდის და ეგ ბეჭდავს და მაგაზე მქონდა თელი მარკეტინგი რომ აი ჩვენ ეს გავაკეთეთ და ეს არის უმაგრესობა და ისაც ეგრე აქვს აა სულზე ბევრი პრინტერს აქვს რა ანუ უმეტესად რაც ძალიანაც ვიცი ანუ ბედი მოძრაობის სისტემა რომელიც პრინტერებსაც აქვს იმიტომ რომ ეგ ცოტა უფრო იაფი არის და სოფტვერის მიერ ცოტა უფრო მარტივი არის მაგის გაკეთება ვიდრე ანუ თელმა ნოზმა რო იმოძრაოს ანუ სამივე გაზომილებაში ვიდრე ანუ ბედი მაუბრალზე ვთქვევით და ნოზმა წინ დაუკარა ანუ პროცესი Core-XY-ზე მაგრამ ისე ის არის ანუ ბედი ალბათ ბრტყელი იქნება შედეგად მაგრამ არა აქ კიდე ერთი რაღაც აქვს უნიკალური ამ იმას რომ რაღაც ექსტრუდერი გააკეთეს განსხვავებულად თქვა ბოლომდე ვერ გავიგე რანაირად გააკეთეს მაგრამ იდეაში ყველანაირად ეცადნენ რომ კიდე უფრო ქვემოთ იყოს ხრახნების მოდების წერტილი ფილამენტზე ვიდრე ჩვეულებრივად არის ხოლმე იმიტომ რომ უკვე ყველა direct drive extruder-ში ასე თუ ისე მაინც უკვე საკმაოდ ახლოს არის ნოზლთან ესა და ამათ კიდე უფრო ქვემოთ ჩაიტანეს და რაღაცა ნახევრად გამთბარ ფილამენტს ეკაჩებიან დიდი ძალით. აი, როცა მოგეთ, ეს არის ჩვენი ნოზლი. ეგ არის IUD-ის მაგვარი რაღაცა. ანუ საერთოდ ნოზლი წამიგენო, აქ არის გახურების სისტემა, ანუ hot-end-ი, ეს არის ნოზლი და ანუ AMZ-ზე ვითარი ხოლმე ექსტრუდერი, რომელიც აწება რომ ამაში გახურდეს და ჩამოვიდეს. ამათ hot-end-ი აქ აქვს, ნოზლი აქ აქვს, შუაში არის ექსტრუდერი. და ან ნოზლის ბოლოს და hot-end-ის დასაწყის ერთმანეთს აი როგორც პროცესორის კულერები არის ანუ vapor chamber heater-ები ანუ ეგეთი მილი აქვს ორიც არის შეერთებული რომელიც ანუ ამ თავშეაციებს ძირში აღწყურებს თუ რა ანუ აი ეს რო გააგრილოს ამ რა ანუ ეს სისტემა რო იყოს ხო რაღაც ანუ ეს არის რა ჩაშლისას აგრილებს აწვევა უკეთესად ეს ხრახნები და მე ახურებს და მე მგონი აი ეს 1000 მმ წამის სიჩქარე არის მაგნოზლის დამსახურება შეიძლება მაგრამ პოტენციურად იმიტომ რომ ალბათ უკეთესად აწვევა მე მაგრამ ერთი ისე რომ ჩემი აზრით ანუ გამოცდილებით ანუ ერთი მთელი ექსტრუდერის გამოსვლა მომიწია იმის გამო რომ ცოტა ბანძი ფილამენტი ჩაოდე და ჰიტ კრიპი ქონდა ანუ ისე რომ ანუ გახურება სადაც უნდა გააკეთოს ან მაგის ზევითაც ხურდებოდა რაც ანუ თვითონ ფილამენტს ქონდა დაბალი კოეფიციენტი არ გახურების რაც ქვემაგას რა. ანუ ეს ხალხო მაღალი თერმოგამტარობის ფილამენტი იყო რა. ანუ იყო და უფრო ზევითადიოდა და მაგიტო ეს ექსტრუდერ ანუ hot-end-ში სასწორად ჩავიდეს მაგის გარშემო ილარწებოდა. და ანუ აქ ეგეთი პრობლემა მეგონი უფრო დიდი იქნება. რაც ანუ უკვე ნაწილობრივ თბილ ფილამენტს ეკაჩები. და ანუ ძალიან კარგი ფილამენტი თუ არ არის რამდენად არ გაიგვანდება ყველგან. სანამ კარგი რევიუები არ დაიდება, მოკლედ ამანქანის ყიდვას მე არავის არ ურჩევდი რა. ყოველთვის ეგრე არის ანუ. კი, არა, რომ ბაზარზე პირველად შევიდნენ, პირველი მანქანა აწყეს,
შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ ჭირდება 1-2 ან firmware update-ი, ან update-ი, ან შეიძლება საერთოდ რაღაცის გამოსვლა ჭირდებოდეს და ძალიან კარგი გახდეს, მაგრამ ეხლა ეგ არის მეგონი ყოველთვის თუ არ ხარ რაღაც ენთუზიასტი, იმბოჩანო, უბრალოდ ფული გაგდა კიდია და მინდა, ანუ ყოველთვის რაღაც რო ყიდულობ ერთი მithles ან ეგეთ მანქანებში 3 თვე მაინც დაელოდე რომ ვიღაცამ ან review გააკეთოს ანუ ეხლა იხმაროს და რო იცი ამ რაღაცას არ ვიყიდიდი არც პირველ მანქანად, არც მეორე მანქანად, არც მესამე მანქანად პრინციპში რა. ვიყიდიდი რა შემთხვევაში რა, 20000 მანქანა თუ მაქვს და მანიაკი თუ არ და ყველა მოდელი უნდა მქონდეს ტიპი თუ არ, მაშინ დაუფიქრებლად დავითრევდი რა. ან ჩემი ძმაკაც თუ იქნებოდა ვიღაცა და ერთი დამესაპორტებინა რა. თან თავი კიდე ის არის $780. რაც ამ ზომისთვის შედარებით ნორმალური ფასია. შედარებით ნორმალური ფასია, მაგრამ მე ყველაფერი რაც მოყვება ასევე ძვირია რა. ან თან მარტი ამ საკაიფო ხდეს, ანუ უბრალოდ ან თლიანი სისტემა ერთდროულად გამოუშვეს, ანუ პრინტერი გააკეთეს, მე ანუ MMU სისტემაც გამოუშვეს და ანუ enclosure-იც გამოუშვეს, ანუ ეგრევე ერთ პრინტერს რა. ანუ რაღაცა ის არის ყო რაღაცა Kickstarter-ზე $50 მომეცით რომ მე $100 დაგიკლოთ და რაღაცეები, ანუ ჰოპ რა. მე მგონია რომ შეეძლოთ რომ ანუ დასაწყის ქიტში ეს enclosure-ი მოეყოლებინათ როგორმე რა, რაღა დარჩა. ანუ უკვე ის არის 4 კუთხედია რა, enclosure-ის საერთოდ არ გინდა პრინციპში ამაზე ეხა enclosure-ი. არ მაინც ან თუ აბეზე აცეს კი, ხო, მაგრამ არ ვიცი რა ფანერა ააფარე რა, როგორც მე ვქენია. ჩემი ფანერა აფარებული პრინტერი, აი აქ, მოიცა? ეხა კარგად მიჭრავს ხელი? ოპა, აი ესე. დაუნ. მაინც ჯასან თვითონ ეს MMU სისტემა, multi-materials, multi-ფერების სისტემა 300 რაღაცა $. არის ზეგვიდან. და ეგეც ძვირია რა, ყველაფერი ძვირია. ყველაფერი ძვირია. რეალურად არა რა, ანუ ეგრე ღირს ხოლმე რა ეგ სისტემები. მაგრამ ყველა საინტერესო ანუ კი, ანუ ცნობილი კომპანია არის, დიდი ხანია აკეთებენ ანუ resins printers და ანუ რაღაცა ფული ხო აქვს წესით რაღაცა ახალი ან R&D-ით რაღაცა გააკეთეს. და გამოუშვეს ანუ ყველაზე აი ნელთბილი პრინტერი რაღაც მოხდა. მე მგონი რაც ანუ გასაგები არის ბიზნესის მხრივ ანუ რისკების აღება არ გინდა და ანუ რაც მუშაობს აგერ უბრალოდ ჩვენი სახელი ადევს და მაგიტო დაითრიეს ფონდი გამოდის. მაგრამ თან რა რეკლამებიც აქვს, ანუ ჩვენ ამას ვაკეთებ და სხვები იმას აკეთებენ, მაგრამ აი ძალიან მოწყვეტილი რეკლამები აქვს, იმიტომ რომ რაღაც ამათ რო კითხო 500 მმ წამზე სწრაფი პრინტერი ბაზარზე არ არსებობს და რა ვიცი მე. და ყველა კორექცვაი საწოლიე ზევით ხვევითანდის. ხო და ანუ უბრალოდ არ არის ეგრე. თან რაღაცა ის არის რა, რომ აი ვითომ რაღაც კოდური სახელები აქვს შესაძლებელ პრინტერებზე დარქმეულები ტიპებს. და პრინტერი K, პრინტერი P. ეს K, P და ისა, ანუ არ არსებობენ რა ვიცი, ანუ არსებობენ. ზუსტად რომელია ვერ იტყვი. რომელია ვერ იტყვი. რომელი წლის არის? ერთი ცალი 600 მმ წამიანი ხო შეიძლება თქვა, თუ კრეალიტის საერთოდ არ აღიარებენ ხო რა და 600 მმ წამიანი პრინტერები უკვე ბევრია რა. ქიდისაც აქვს, კრეალიტისაც აქვს. ელეგუსაც კი, ელეგუსაც აქვს ხო და ესენი რაღაცა შარშანწინის წინანდელ ბაზარს თუ ეჭიდავებიან, მაშინ ყველაზე მაგარი პრინტერია შარშანწინის წინ რაც გამოსულა. ხო? ანუ კი, ხეცი არის რა, ორჯერ ზვირი რატო არ ღერს მამა რა ეხა. დღეს არაფერი გასაოცარი ამაში არ ხდება, მაგრამ ჩემი აზრით დიდი ჩაშენებული მოთხოვნა ექნებათ, იმიტომ რომ უკვე რაღაც მომხმარებელი ყავთ brand loyalty რაღაცას ხარისხი ექნებათ და უბრალოდ სჭირდებოდათ ჩემი აზრით რომ აი რაც შეიძლება ნელთბილი მანქანა რომელიც მუშაობს და რომელიც უკვე ამ brand-ს ვინც იცნობს ის დაითრევს რომელსაც ეგ არის რა მაგრამ ერთი კეგას მარკეტინგშიც აქვს მაგასაც არის ვიდეო რომ აი სხვა AMS-ები და სხვა მულტიმატერიალები როგორ მუშაობენ და აი რომ რაღაცა AMS-ი არის, AMS-თან გამოდის რაღაც ეს 4 თუბი და მე ეგ რაც მანქანაში ერთდება და მანქანა მე კიდე არის ერთი თუბი და მე ეგ შედის ყოფილი ექსტრუდერში. ეგეთი პრინტერი არ მახსოვს. ხო, არ ვიცი. ყველაზე ანუ ერთ-ერთი რაც მახსენდება, ანუ Bamboo Lab A1-ს აქვს, აი ამხელა პლასმასის რაღაცა, რომელიც ანუ ჩვენ ნოს იმაში ექსტრუდერში უბრალოდ მაგრდება
და მაგაში ჩადის ეს 4 ბოუდენ თუბი. ხო და ძალიან საინტერესო კიდე რა იცი ახლა აი ამ გიფში. აი ეს გიფიც ის არის რა ქვია ჩასადებია ხო და იმის საგალო ჩვენ უფრო ნაკლები retraction-ი ჭირდება და რაღაცა როგორი ზღაპარია იმიტომ რომ რაღაცა retraction მაინც ხო ჭირდება რა ვიცი რა მაგ ბოუდენ თუბში ან ის თავისით პოულობს მე ის ფილამენტი გზას რაღაცა ხო არის რომელიც მე ნოზლში ტენის რა და უბრალოდ დამალეს და ჩვენთან არ არისო თქვენს რა ხო და ხო ჩახ რა ვიცი არა მაინც საღო ახალი გამოწვევების წინაშე დაგენ გააკეთეს ანუ ნახავენ როგორ გაიყიდება არ გაიყიდება მეორე ან იქნება ან არა ანუ შეუბერეთ დიდად არაფერი უბრალოდ ის იყო რა ანუ შემოვარდნილიყვნენ პირდაპირ ესენს tool changer-ით რა თუ მაგდენი ინჟინერია ვეღარ გაკაჩეს ესე იგი რა გერ ადრია დაიცა მაგრამ ნუ კლიპერზე იქნება და ბონდტეკი კლიპერზე based სისტემა არის რა ესე იგი კლიპერზე არ არის ხო არის, მაგრამ ხო. შემდეგი კიდე არის ეს ჩვენი ესე იგი. ბონდტეკი ყველაფერს ასწორებს საერთოდ რა. მიწასთან გაასწორებს მთელ ბაზარს. ჩვენი ეს ახალი IDEX პრინტერი Vision Miner-ისგან. ანუ IDEX პრინტერი ვინც არის, ანუ არის independent dual extruder სისტემა, ანუ ორი ექსტრუდერი გაქვს, რომელიც ანუ ცალსაკეშული მოძრაობა, ან ერთაშეული მოძრაობა, რა თქვა, ორი დეტალი გინდა ერთდროულად დაბეჭდო და ანუ ორივეს ანუ mirroring-ის უკეთებენ და ერთად ბეჭდავენ, რა. ან შეგვიძლია სხვა დეტალები დაბეჭდო შედარებით, ან უკუღმართ მიმართულებით ან რაღაცა მაინც ანუ რაც ეს ნოზლი თუ აგბეჭდავს, ანუ ეს უკან ვერ დაბეჭდოს, ან მაინც ერთ იმაზე ზოლზე რო არის. მაგრამ ორი თავია რა და მულტიმატერიალის შესაძლებლობას იძლევა. თან ამას აქვს ძალიან საინტერესო ანუ საერთოდ ამის მიზანი არ არის შედარებით შენ სახში იყოს. მაგრამ ამის მიზანი არის შენ უნივერსიტეტში იყოს ან შენ კომპანიაში რომ დაგეხმაროს რაღაცეებში. ეს პრინტერი დიახ არის გასული, როდესაც PETG-თან PLA და ეგეთ რაღაცები დაბეჭდოს. არის რა იყო PET, PEEK, PPF-ი და ნეილონი და ეგ ძალიან პიზეც ძნელი მატერიალები რაც არის დასაბეჭდი, მაგიების დასაბეჭდა. და ანუ აქვს კიდეც შესაბამისი მონაცემები. რაღაც 200 გრადუსზე ცხელდება პრინტბედი, 100 გრადუსი უჭირავს 100 გრადუსი უჭირავს ჩეიმბერში, რაღაც 20 საათის განმავლობაში 500 გრადუსზე ცხელდება ნოზლი. ანუ ინდუსტრიული მასალების საბეჭდი პრინტერი არის არაინდუსტრიული პრინტერის ფასად. პრინციპში ეხა ჩემთვის ინდუსტრიული პრინტერის ფასად $14,000 ამბავია, მაგრამ ნუ რეებსაც აკეთებს იმისთვის, ყველაფრისთვის ძალიან კარგი პონტია. თან ანუ ამ ზოებში ან 350, 350, 450 არის ბულდბულდული. რაც ანუ თეორიულად რასაც გინდა, ანუ სკამზე იბეჭდა თუ გინდა რა რაღაც. ხო რა. ანუ ეხა აი ამ შემთხვევაში ეს არის რაღაცა ინდუსტრიული დონის პროტოტიპირებისთვის პრინტერი. ანუ სანამ 100,000-იან პრინტერზე გავუშვებ. ხო რა, ანუ ინდუსტრიული წარმოების დონე არ აქვს, მაგრამ პროტოტიპირების დონე ინდუსტრიული აქვს. რაც საიდან გაჩნდა მოთხოვნა ესეთ ტიპზე? ალბათ იქიდან გაჩნდა, რომ ის ტიპი, ვისაც მოთხოვნა, ვისაც ჭირდება PEEK-ის და სხვა ამ რაღაც ხათაბალა ფილამენტებისგან პროდუქტების დამზადა PI, PEEK და ასე შემდეგ რა, ტიპები კიდე რაღაც რა ვქვიათ კიდე. KK და PPSU ამათ ესენი ამათ დღეს არ გავშიფრავ მე რა ოდეს მე გავაკეთებ ვიდეოს როდესაც ყველაფერს ეგენი არის უმეტესად ანუ aerospace ანუ საჰაერო ინდუსტრიის და space engineering მატერიალები არის მაგის საკეთებ ხო და რა შესაქმე რა რომ ეს ტიპები ხო ნუ ძვირი ღირს თვითონ მასალები ძვირი ღირს ის პრინტერები რომლებიც ამ მასალებს აკეთებს და როგორც წესი აქამდე ყოველთვის იყო რომ ამ მასალებს რა პრინტერის ბეჭდავს ღირს რაღაცა არც იცი რა ღირს იმიტომ რომ უნდა მიწერო და გითხრან მერე რომ ან თუ კარგი ბიჭი ეგონები გითხრან 100,000 ღირსო რომ პრინტერი თუ გინდა ფას არც ეგითხები არც გეუბნებია რა უბრალოდ ხილობ ხო აი რაღაც ეგეთი პონტია და თუ პროტოტიპები ხშირად გჭირდება ამ მასალებისგან ვისაც ეგ პრინტერი აქვს არც ის გიკეთებს იაფად მაგ პროტოტიპებს რა და ანუ დავუშვათ წელიწადის განმავლობაში თუ workflow იყო რომ სანამ შეკვეთას გააკეთებ ეს ერთი ეს გამიკეთე, ერთი ეს გამიკეთე, ერთი ეს გამიკეთე, ერთი ეს გამიკეთე ხო რა
წლის ბოლოს კი კრავს $14,000, ანუ რაღაცა კვირაში ერთი შეკვეთა რომ იცე ამ მასალებით იმ თან ტიპს კვირაში ერთხელ ვერც მისცემ რა. ხო. რაც 1-2 ქარხანა არის და ესეც ანუ ან ჩინეთში ან ტიმბაქტუში ან რაღაცა რომ და ანუ 2-3 თვე უნდა ელოდო, ანუ რიგში სანამ მაგიმას გაიკეთებენ, გამოგიგზავნიან რაღაცა იჩრაში და ხო და აქედან ანუ რო იცი რომ იგივე მონაცემებზე მუშაობს პლუს ეს პატარა პრინტერი რაც იმათ ინდუსტრიული იცი რომ ანუ შენთან თუ დაბიჭდა კარგად, ანუ რო გაუშვებ იმათს კოდს, ანუ ოპ, всё, ზათა რა. ხო. მაინცა დიდი შეკვეთა რო გააკეთო, იმაზეც იგივენაირად გამოვა რა. ანუ თქვა რაც თავიდანაც ანუ აი ეს კუბიკი გინდა რაღაც მასალაში, ანუ თავიდან შენ Ender 3-ზე შეიძლება დაბეჭდო უბრალოდ რომ ანუ PLA-ში ფორმა ზომა გამოდის თუ არა, მაგის ანუ სწრაფ პროტოტიპია, მაინც სწრაფად იბეჭდება PLA, მე რომ მიხონო, ხო, ეს კაი ზომა არის, შეაგდებ ამაში, მასალაში როგორ გამოდის, ფიქში როგორ გამოდის და მე PX-ში როგორ გამოდის, რო გაიგებ, უკვე უნდა დაჯდე და დაფიქრდე. დაჯდე და დაფიქრდე რა თვალსაზრისით, რომ აბა ჩვენ კომპანიას უნდა თუ არა $100,000 მანქანის ყიდვა თუ უნდა რომ რაღაცა 100,000 ცალი PX-ის აი ეს ნაწილი შეუკვეთოს ვიღაც სხვა ტიპს რა. მაგრამ ნუ თვითონ ის რომ შესაძლებელი არის თუ არა ფუნქციონალური ხო და მე იმიტომ რომ აქ ტესტები უნდა გაატარო ფუნქციონალური სტრეს ტესტები ისა ესა საერთოდ რაში გჭირდება რა და მაგ თვალსაზრისით ჩემი აზრით ძალიან კაი რამეა კომპანიას რომ კონდეს ეს მანქანა მithuentes რომ ანუ მართლა ერთი მანქანის ფასია რა ხო გძელვადიანად უფრო მეტს მოიგებ უფრო ნაკლებს დახარჯავ ვიდრე ეს დაგიჯდა რა ანუ შეიძლება ერთ წელიწადში იქია და ერთ თვეში ამოიღო მაგის ფული ხო ხო და ნუ პრინციპში ხა სახში რო გქონდეს არც მაგისთვის არ არის ცუდი ჩემი აზრით უბრალოდ მოთან სახში რაც PA და PK და რაღაცებით რა უნდა აკეთო ეგეთი თემა არის ხო იმიტომ რომ თვითონ ეს PA და PK და აი ყველა ეს მასალა არის ჯიგრულად ძვირი რა და მაინც ეს არის მე მგონი PK არის $150 არის 250 გრამიანი როლი თუ 250 გრამიანი როლი შენ შემოგევლე თუ კილოიანი მაგრამ მაინც სად PLA და PTG რომელსაც $9 შეგვიძლია დაიწრო და $10 და თუ ზოგიერთ კომპანიას გააჩნია ერთი ტიპი არის 5 ტონას უკვეთავს ხოლმე 3 თვეში ერთხელ. ხო. და გამოზდის თითო კილო $6.9. 5 ტონა PLA რო დავწვათ, რამდენი პრინტერი უნდა გქონდეს? 100? სტანდარტულ პრინტერს აქვს დაახლოებით 3 კილო. ანუ სტანდარტულ მე ვიდახიან სახში რაც შეიძლება გვედგას, ანუ თუ ჩვენ პრინტერი ან კრეალიტის ან ბამბულაბის ან ენკერმეიკის ან ვის არ უნდა იყოს ანუ ეს 2.5 და 3 კილომდე გააჩნია რაზბეჭი და ანუ პლუს მინუს დაწყვს რა. ერთ დღეში? ხო, ანუ 24 საათი რო იმენა იმუშაოს რა. გააჩნიათ ანუ. აუ არა, პრინც გააჩნია ისე შეიძლება ის არის, იმიტომ რომ რეალურად რაღაცა ვორონოიდს თუ კვნი, ანუ კი, ანუ აი ვორონოიდს შეიძლება დაჭდეს 24 საათი რა, ანუ ეგ არის. ანუ ეს ეს ისა რა ქვია იმას. ეს ჩემი ჯაჭვის ვერანგი. ხო, რაღაცა 20 საათი დაჭირდა და 200 გრამია თუ რაღაცა, არც არის 200 გრამი მგონი. მაგრამ, ნუ ეს არის. მარტო ინფილის ანუ 3 კილო რო გადმოასხმევინა პრინტერს, რავი, ხო, რა ლეწე მილიმეტრიანი ნოზლი პრინციპში და ცარიელი ინფილი დაბეჭდა. როგორღაც მოახერხებ რა. გავდივართ prosumer ინვენტარიდან enterprise ინვენტარზე და აგერ metal fab-მა გამოუშვა 420k. რამდენად ეგ არის მაგის ფასი არ ვიცი, მაგრამ თავისუფლად შეიძლება რომ მაგდენი იყოს მაგის ფასი. არის ახალი ანუ ტრეილერის ხელა რკინის მეტალ. მაგრამ სამუშაო არის მარტო 420 მილიმეტრზეა. რაც რკინისთვის შეიძლება დიდია რა. არა, რკინისთვის უზარმაზარია, რა ვიცი. მაგრამ თავად რაც აქ ამას ანუ 4 ცალი ლაზერია, ანუ ფაიბერ ლაზერი. თითო 1 კილოვატიანი. მონსტრია. ანუ ჩვენაც გვაქვს ეს არის 5 ვატიანი და ანუ ხო, 5 ვატიანი ლაზერი. ანუ 1 სანტიმეტრიანის ანუ MDF-ის ფიცარს რაც 5-6 გალვაში ჭრის. ანუ შეიძლება 7-8 დაჭირდეს რა. მაგრამ ეს არის ადობს რკინას უბრალოდ ანუ კონცენტრაციას უკეთებს ამ სტეტილებში და მაგაზე უშვებს რა. და აქ რაიღო 100-დან 500 მიკრომეტრამდე დაახლოებით პენის დიამეტრი რა ანუ
ბიმის, ანუ ლაზერის ბიმი რაც არის რა. ხო. და ფენების სიმაღლე იყო 30-დან 180 მიკრომეტრამდე. რაც არის მილიმეტრის მე-1000-ი. 0.1-0.02 მილიმეტრი თმის ღერი გაყავი, მე კიდე გაყავი, თმის მე ღერს კიდე მიაწვით გაყავი და რაღაცა მიხვალ რა, რაღაც ახლომახლოში იქნები. ხო და ბიჭი ეს არის ძალიან მაგარი მანქანაა, უბრალოდ თან ეს არის რა, რომ აი ხა რომ უყურებ რა, მართლა ტრეილერის ხელაა და სამუშაო არის, რა პაწაწკუნტელა აქვს იმასთან შედარებით სხეული რამ ხელაც აქვს რა. მაგრამ ანუ all in one solution-ია შედარებით, ანუ გვერდზე მაშინ გადასვლა მაინც შეიძლება არ მოგიწიოს, მაგრამ მაინც ანუ აქვე აკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო. მაგრამ ისე რომ ამ პრინტერის, ანუ რამდენიც არ უნდა ღირდეს ეს პრინტერი, უფრო ძვირი დაგიჯდება მაგის ერთი consumable ნაწილი, რაც არის არგონი, რაც გჭირდება ლაზერისთვის. ხო. ანუ ეგ ბალონები იღის კაი ძვირი. და ანუ შეიძლება შეგით რა არ ვიცით რა ხელ ბალონი აქ ანუ არის, მაგრამ შეიძლება კვირაში ერთი ბალონი გახარჯო და ეს ბალონი იღის $500 რა. ხო, ინერტული აირი არ არის. ეს ყველგან არის შოვება. ხო, თან ვიღაცას უნდა დაუერეკო რა აგერ შემივსი ან გამომიგზავნე და რაღაცა, ანუ ეგ უფრო ძვირი დაგიჯდება რაც ლონგრანში ვიდრე პროსტო არა, ეხლა ესეთ მანქანასთან რო გაქვს საქმე, იცი რომ ყველაფერი ძვირია, რაც რამე დაკავშირებულია ამის არსებობასთან საერთოდ. რავი, ანუ დენი რამდენი შედიოდა, მოიცა, სად არის? ანუ 1 კილოვატი, ანუ 4 კილოვატი მარტო ლაზერები, აი ეს power supply არის 3x63 ამპერი. 370 ამპერიანი კვების ბლოკი. ანუ ეგ არის თითი თუ შეეხე აღარ არსებობს. შო, აღარ ვარსებობ, აღარ ვარ. 63 ამპერიან კვების ბლოკს შევეხე გვერდიდან. ანუ ტელეფონები იტენება ხოლმე რაცა 1.5 და რაცა 5 ამპერამდე. არა, 1 ხო. არა, საერთოდ ანუ ქსელში ხო რაღაც 5 ამპერიდან იყო. ხო და რა არ ვიცი მე რა უნდა ქნა. ქვესადგური უნდა დაითრიო შენთვის, ანუ შენ ქვესადური უნდა გაიკეთო ეს 22,000-24,000 ვოლტიანი ვატიანი ის ახლა როლი ისინი რო არის კაბელები ეგენი უნდა ქონდეს შემოყვანილი. ხო, არა, რაღაც ის არის რა. და გვერდზე რაც უბრალოდ ანუ ატომის მინი სადგური უნდა გიყენოს. კი, ანუ ის უნდა ნებართვა უნდა ქონდეს, ვინც დენს გამოგიყვანს რა, რაღაც ის არის ლიცენზიასთან დაკავშირებული დეპარტამენტებია ყველაფერი. მაგრამ რეალურად ანუ ამას თუ აკეთებ წესით გაკ. მაგრამ ეხლა მომივიდა მაგაზე ერთი კითხვა, ანუ უკვე რამდენი ეგეთი პრინტერები და რაღაცები გამოუშვეს რა. ძველი სად მიდის? ძველი ეგეთ რაღაცაში ბევრი რაღაცას გონი ჯარში დათვარ ჩააბარებ და გადაყიდვაც ცოტა ისიქნება ანუ არ ვიცი, ესეთი ინდუსტრიული მანქანების დაშლილების სად არის არც ვიცი. eBay-ზე არ არის. ან eBay-ზე არის. ან my market-ზე არის, eBay-ზე არის ხოლმე და line select-ი ხო იცი? ხო. მაგან eBay-ზე თუ არა Facebook marketplace-ზე იყიდა ძველი სახანძრო მანქანა. ხო. და რაღაცა ძველი სერვერები და რაღაცები დაიწია და ის დაიწია კიდე anatomic chamber-ი და heating chamber-ი და რაღაცები, ანუ Facebook marketplace-ზე და რაღაცა eBay-ზე და Craigslist-ზე იყიდება ეგ თასები რა. მინდა. და რაღაცა მაგრამ ისა გადაუბო რომ ძველ სამხანძრო მანქანას ვიყიდები შემო. ანუ თქვა ახალი მანქანა თუ ეგ რაც ღირს 100,000 ტიები ყიდულობენ რა ყიდიან მე 10,000-ად 5,000-ად. ხო, ანუ ეს უფრო ძვირი უჯდება შენახვა და რო ეგდოს ვიდრე პროსტა ანუ მომაშორე რა ეგ თემა არის. ნუ არის ბევრ ჩამოწერილ ტექნიკაზე ეგრეა სახელმწიფოს მოხმარებაში არსებული ჩამოწერილი ტექნიკა არალოგიკურად ფასად გადის ხოლმე ბაზარზე, იმიტომ რომ მე ერთხელ ვერ ნახე სახში ვერ წაიღებენ, სახში არ შეუძლიათ რომ წაიღონ და თან კიდე ეს არის გამოსაცვლელია უკვე გამოყოფილია ბიუჯეტი რომ გადასახალისებელია ფლოტი. ხო და არავი აუქციონზე აუქციონები არის რა. ერთი ორი ნახე და ანუ ახალის ყიდვა გიჩვენე ვიდრე იმათი აქციონის ფასი. ზოგჯერ კი, ხო, კი, ზოგჯერ ეგ. და რაღაცა როდის იყო გამოშვებული? 27 წლის წინ. რაც უმეტესობა თქვენგანზე მე მგონი უფრო ძველი ინვენტარი აქვს ხოლმე რაღაცა ის რა. მაგრამ 27 უკვე დიდი ასაკია? ანუ 29 არის ყველაზე ბებერი ჯენზი. ხო. აუ. ხო, ან წინა 1000 წელში იყო 27.
ყველაზე ბებერი მილიონერი რამდენი წლისა ასე? 44-ის თუ 10-ის? 50 ძალიან 20 წელი არის თუ 15 წელი არის. 15 წელი. ხო, მაშინ 45-ის იქნება 46-ის ყველაზე მილიონერი. ოკეი. მაგრამ ხო, აგერ გადავიდეთ შემდეგზე, სად არის, ხო. რანიუს კიდე მეტალის ნიუსია. აქაც არ ვიცით ფასი და რა. მაგრამ მაინც ანუ Formnext-ზე ძალიან რო გვინდა, მაგრამ მე მივიდეთ რაც იქაური ფასები. ანუ აგერ თან რასაყოლები არიან? Whole 12 Boost C101-ში არიან თუმცა. აქ მოდით ვნახეთ. კი, ხო, მოვალთ და ვნახოთ ბიჭებო, ეხლა კი, მოიცადეთ თვითფრინავზე მაგვიანდება. აი ჩემ საათზე ვნახავ ხა, რომელ საათზე მაქვს ფრენა და ეხლა გამოვფრინდები. ხო, მაგრამ ეს არის ანუ One Click Metal-ი არის გერმანული კომპანია და გამოუშვეს ახალი Metal Pro სისტემა, რაც არის ინდუსტრიული Lego. ანუ რკინის პრინტერის ბეჭდის დასაწყისებლად ანუ ნაწილები არის და ანუ რაც გინდა აწყე. და ანუ მაგას გიგზავნია რა. რაც იცი რომ ანუ ამხელა ჩემბერი მინდა, ამხელა რაც ვათი მინდა, ამხელა არგონის ის მინდა, ამხელა ის მინდა, ამხელა ის და სპეკებს ეუნები და შენ ჭყუაზე გიწყობენ მერე რასაც ეთქვი იმ და ხო ანუ ეს ეკოსისტემის კარტოში გააკეთეს. ძალიან კარგია. მაგრამ ამას აქო 500 ვატიანი ლაზერი ის აი თქვა. შედარებით 500 ვატიანი ხო არა, ეხა იმას მაგრამ ის იყო რაც ტრეილერის ხელა ეს არის რაც მაცივი ის ეხა ის 4 ცალი 1 კილოვატიანი ლაზერი ერთად ანათებს ყოველთვის ერთი და იგივე წერტილს თუ სხვადასხვა წერტილში მუშაობენ და უბრალოდ ჯამში სწრაფად ხდება ფენების გააჩნია რა მატერიალზე მუშაობს შეიძლება რაც ანუ ტიტანიან რაღაცა რაც შეუძლია შეიძლება 4-ვე ჭირდება ანუ დნობის ტემპერატურა აქ ხარ რომ 4-ვე ჭირდება ეცეთულზე რაც ბრინჯაოზე თუ არის შეიძლება ანუ 2 აქ მუშაობს 2 აქ მუშაობს რაღაცა ხო და აი ეს კომპანია თან ძალიან მომწონს და თან კიდე როგორი პონტია იცი რომ ანუ როგორც ყველა ინდუსტრიულ და დანადგარზე უნდა მიწერო და თან კიდე რომ მიწერ აზეც უნდა იყო რა გინდა რა და სხვა შემთხვევებში არის ხოლმე რომ უნდა მიწერო და ერთი მანქანა აქვს რომელსაც აწარმოებენ და გეუბნებიან რომ აი ეს ჩვენი ერთი მანქანა ამდენი ღირს ხო და აქ უნდა მიწერო იმათ უნდა გითხრან მე აბა შენ რა გინდა და მე შენ თავი უნდა მოიჭხრიკო იმიტომ რომ არ იცი რა გინდა იმიტომ რომ არა მაგრამ ეგეთ კომპანია ინჟინერებისთვის არის ძალიან კარგი რაც ანუ ის ერთი მანქანა რო არის შენ მოუფროსმე იცის რა ღირს ხო და ეს ეუბნები რომ ანუ ესენი მინდა გადაიხადე ხო რა ვერცად ვერ გამექცევი ასე რომ ეგ უფრო საკაიფო არის რაც ანუ მე ანუ ეგეთ კომპანიებში მუშაობს რაც ანუ რაც ფული ეგეთ მანქანებზე ულიმიტო არა მე მგონი პრინციპისაა რა რომ როგორ პონტია რა რომ ეხა აი აქ შენი უფროსი მოდის და გეუბნება რომ აბა მითხარი სპეკები მანქანის რომელიც იცის ხო და არა რას გეუბნები რა რომ გეუბნება რომ მითხარი შენ ეუბნები და ის მე გეუბნება რომ ბიჭო ეგ ძალიან ძვირია და აბა აი ცოტა რო დავაპატარავებინოთ და მე მგონი პირიქით უფრო მეტად გაიწურები რა საქართველოში კი საქართველოში ეგრე მუშაობენ ვიცი მე სად არ მუშაობენ ეგრე ყველგან ეგეთ კომპანიაში გულუხვი უფროსები სადმე არიან საკუთარი თავისთვის დედამიწაზე არა მაგრამ არის რომ ანუ იცი ანუ უმეტესობა იცის რომ ანუ ფული უფრო მეტი რო გააკეთოს ცოტა უფრო მეტის ჩადება მოუწევს ხო აგას ის მამას თეატროს თქვა რაც დრო ფული ხარისხი რა ანუ ეგ სამკუთხედან მარტო ორი რო შეგიძლია ეჭე და მესამე რო ზიანდება რა ანუ ეგ არის თუ გინდა რაც ხარისხიანი და სწრაფად უნდა გადაიხადო ბლომად და ანუ ეგეთ ბიზნესებში დრო ფულია კაი და ლაზერზე ვატებს მომიმატებენ ეხა ესენი მე მგონი მაგას ვერ იზამენ უბრალოდ ის არის რაღაც ზომა ფორმა გაზის რაღაც გვეთის ამბავში მაგრამ ნუ რაც პერსონალიზება რო შეუვლიათ მაგარია ხო და ეს პერსონალიზებას დაგუშვებით აი Stratasys არის ის კომპანია რომელიც ანუ არის ინდუსტრიული პრინტერები და ინდუსტრიული მანქანებში არიან ანუ რა კი პირველები არა მაგრამ ანუ ყველაზე ცნობილი და ყველაზე პოპულარული და ხო ჩვენ დონეზე ბამბულაბი როგორც არის ანუ იქით Stratasys არის და ანუ არის იმიტომ რომ reliable არის ანუ თან ისა რომ ანუ თქვა შეიძლება 100,000 და 200 და 500,000 იღის მაგეთი მანქანა მაგრამ ის კომპანია რომელიც ანუ რომ მოყრის მანქანას მე მოყვება შემდეგი 20 წელი ანუ
სერვის შენ კი არ გეუნებიან, ანუ აი მიღლა გზა აჭირე, ამ გზა აჭირე არა. private jet-ი თუ შვებენ თავის ინჟინერს და ის გიკეთებს რა, ანუ ეგ თემა არა რა. ნუ ალბათ ქვითარსაც გიგზავნიან მე, მაგრამ ჯეტით გამოსაშევი. არა, მაგაში შედის რა ეგ რაღაცეება. შეიძლება 20 წელი არა, მაგრამ 1-2 წელი უოჭული არა რა. და ანუ მაგათო გავაკეთეს ახალი საიტი სისტემა, ანუ პოლიმერებისთვის და ანუ ამ პრინტერებისთვის და ანუ ყველაფერი და additive manufacturing დამატებითი წარმოებისთვის რაც არის საჭირო. რაც ანუ ჩემთვის ანუ საინტერესო სიტუაცია არის. იმიტომ რომ კომპანია რო აკეთებს, რომელიც ანუ მაგას ისედაც აკეთებს. ხო. ანუ რამდენად არ შეტენის მაქსიმალურად თავის ნაწილებს, რომ აგერ ჩემნაირ ნაწილებზე გადადით ყველანი. ხო, საინტერესო იქნება რა სიზამ, როგორი ამინდი დადგება ხო marketplace-ში. რაც ანუ თქვათ აი ევროკოში როგორც შემოიღო, ანუ Type-C-ზე უნდა იყოს ყველა რაც rechargeable ტექნიკა რა. ანუ იგივე ან მაგრამ შეიძლება ანუ ქვეყნების კონგლომერატი და რაღაცა არის, მაინც ანუ ცალკე არის, მაგრამ ერთი კომპანია რო აკეთებს ანუ საიტს, ანუ სათადარიგო ნაწილები ყველაფრის უნდა გაიყიდოს. ანუ რამდენად არის ამის ისე რომ ანუ კი სათადარიგო ნაწილები შენიც გაიყიდება, მაგრამ ჩემი არის სტანდარტი. და ანუ შენც აი ამ სტანდარტზე უნდა გასახვიდე რა ანუ ხო რა ანუ შეიძლება მწარმოებელი სხვა იყოს მაგრამ ჩემ მანქანაზე რომ მიდის მარტო ისეთი ნაწილებია რაღაცა ხო და არ ვიცი აი გავიზდებით და ვნახავთ რა ეხა ამ წამში მაგათ marketplace-ზე რა იყიდება ანუ რაც ისეთი რაც შეიძლება მე გამომადგეს რა პრინტერის ძრავები და რაღაცები ხო ანუ ყველაფერი ძრავები და ისინი ყველაფერი არის ანუ ძრავები კანჭიკები რაც ის 20-20-ის ექსტრუდერები და რაღაცები მეტალუმინის ექსტრუდერები იყო და PTF თეორიების და რაღაცებიც იყო, ანუ გლობალურად რაღაცები იყო. ხო, მშვენიერია. რომ ერთი გაჩერება ქონდეს ყველა პრინტერის ამ წყობ ტიპს რა, ასე. რა თქმა უნდა, აი ეს დამატებითი წარმოების Amazon-ი. Let's go. მაგრამ Formex-ზე იქნება ეგეც და ანუ მანაც აშვებს რაღაცებს და ფიფი კაი. კი, Formex 18 ნოემბერი. Formex არის ყველაზე დიდი კონფერენცია თავყრილობა 3D პრინტერებსა და არა მარტო 3D პრინტერებში, არამედ საერთოდ ამის დამატებითი კი, ხო, additive manufacturing-ის ენთუზიასტებისა და კომპანიების ყველაზე დიდი თავშეყრა არის რა, კომიკონი არის, ჩვენი კომიკონია რა. მაგრამ როცა მიგინო, არის ფრანკფურტში ეხლა 18-21 ნოემბრამდე და მან რა სიახლეებიც იქნება უეჭველი ყველაფერს შევაგროვებით და მოვყვებით მე როგორც იქნება, მაგრამ აი ზომა რო წარმოგიდგენთ, აი Expo Georgia-ში ყველა ანუ ზოგი ხო ხარ ნამყოფი ან გინახავთ რაღაც აი მაგათი მე-11 პავილიონი რომელიც არის ყველაზე დიდი. ეგეთი წარმოგიდგენთ, ანუ ერთი შენობა შედგება მასეთი 5 შენობისგან და ეს Formex არის 3 შენობაში მასეთში. თელი Expo Georgia რო 3 შენობა იყოს, მაგ ხელა სივრცეში ტარდება ეს. ხო. და თან ყველას რაღაც ახალი და მაგარი აქვს მოტანილი. პატარა 64-ია მოკლედ რა და ხო, არა მაქვს ბილეთი. ხო, აგასე ბონტეკი მან იქნება რაც პრუშამან იქნება რაც ელეგუ. ხო, შესაძლოა ისა რა რომ აი ყველა დიდი ნიუსი რომ ო, კაი დილი რა ხდება, რა აქეს, რაზე გამოშტერდა ხალხი, რა არა შემდეგი 1 წელიწადში რა გამოდის რომ იმის 1 წელიწადი კიდე დაველოდო რომ გატესტოს ხალხმა და მე იმის იქით კომპანიამ ვიყიდო რა არის რა ხო და არა ისე მაგრამ მომავალ წელს რა ამინდი იქნება და რა მანქანა იქნება ყველაზე მაგარი და რაღაცები რა ხო და იმიტომ რომ ეხლავე შემილია ვთქვა რომ აბა სანამ Formex-ი იქნება ჩემი წინასწარმეტყველება რაღაცა ნუ რაღაც ის რო ვთქვათ რა რომ ეხლა მომავალ წლის ყველაზე დიდი ტიპი იქნება Bondtech-ი ჩემი აზრით და tool changer-ები რა ჩვენ დონეზეც და მე მგონი რა ვიცი tool changer-ები overall დონეზეც რა იმიტომ რომ ანუ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ისაა რომ Bondtech-ი ყველას იმდენად მოეწონოს რომ მოიტაცონ ეგ ხალხი ინდუსტრიული მანქანების წარმოებლებმა tool changer-ების ინდუსტრიული tool changer-ების საკეთებლად და სამხმარებლო დონეზე ინდექსი დაიკიდონ თლიანად და ჩაფარცხონ რომ არა არ გჭირდებათ მანქანაში $1000 გადამხდელ ხალხს თქვენ არაფერი $10,000 მანქანებში და $100,000-იანებში უნდა იდოს ეს სისტემა მარტო. რა ანუ რას უყურებდი ამ თქიეზიტერებს ან ბოტექს უყურებთ 10-15 წელია ბაზარზე არის. ანუ ეგეთი სასტავი არ ჩანს რა.
ანუ თუნდაც ანუ ვინც არის CEO და CTO და ანუ ვინც მუშაობს, ანუ რაც კი მინახავს მაგათთან ინტერვიუები, ვიდეოები, თუნდაც მაგათი რა ქვია მას წარმოების ფილოსოფია და გაგება რაცა. ზოლის შენობა და რაც არის რა. ანუ დები არიან, ანუ პროსტა აი ძესკობა რაღაცების გაკეთება გვინდა ხალხისთვის რა. ხო, ძალიან კაია. მაგრამ აი ეშმაკის გარიგება რო არ მიიღოს რომელიმე და არ დაუკარგოთ ეგ ხალხი. მაგრამ ხო რა ჩვენთვის ყველაზე დიდი ნიუსი მე მგონი tool changer-ები იქნება და წალეკავს ანუ როგორც დავუშვათ აი ხო როგორ მგონია რა მგონია რომ ბამბუმში თავისუფლად შეიძლება დომინანტობა და ნებისმიერმა შეიძლება ბაზარის დომინანტობა დაკარგოს ან იმიტომ რომ იმდენად განუსაზღვრელი ბაზარია იმის და მიხედავთ რომ აი ბამბუს კაი მანქანებია ხო ქრიალითი დღემდე არის 40% ბაზრის. რამდენი ენდერიც გაყიდა, ენდერებით არის. დღემდე ქრიალითი, ხო? ბამბუ AMS-ით არის დღემდე და AMS-ით მიმავალია. ენდერები უკვე წასული არის და მოდის tool changer-ები რა. tool changer-ები მოდიან და მოფრინავენ. არა, ენდერებში მარტივად სამი პრინტერის რომელიც ანუ შენ ტიპს ნებისმიერად ერთფერიან ან სათამაშოს ან ფუნქციონალ ნაწილს დაგიბეჭდავს და ღირს $100-მდე. კი, არა, ნუ ყოველთვის იქნება ენდერის ბაზარი, მაგრამ მთლიანად eBay-ზე გადავა რა, ანუ Amazon-ზე აღარავინ ენდერს აღარ იყიდის, მალე როგორი ენდერიც აღარ უნდა გამოუშვას. ახალი რაღაც ენდერ 700 რო გამოუშვას, არაფერს აღარ დაამთავრებს ენდერი რა, ენდერი თვითონ დაამთავრდა რა. რეალურად არის ანუ აი ეს Bondtech-ის ინდექსის ანუ X-Today რაც არის. ღირს მარტო X-Today რას იდახიან €250. ანუ €250 წახვალ და 3-4 წალ ენდერს დაითრევ. კი, და tool changer-ს აწყობ მე იმ სამა არა, შეიძლება არას დაგჭირდეს, მაგრამ ანუ პრინციპში რატო ვერ აწყობ რა? ანუ 4 ენდერი რო იყიდო და tool head-ები რო რაღაცნაირად ანუ 2 აიღო და Corex Y აწყო და Corex Y plus tool head-ები დაამაგრო. ხო, ანუ როგორ ვერ გააკეთებ? კი გააკეთებ პრინციპში. მაგრამ იქნება ანუ ძალიან კი, ანუ უბრალოდ ჯოჯოხეთ იქნება, ანუ შენი ხელით რომ უნდა გაასწორო თითოეული ყველაფერი და შენი ხელით რომ უნდა დარწმუნდე რომ ერთმანეთის გადართვაზე არაფერი და უეჭველი ანუ lights out printing-ს მაგაზე ვერ გააკეთებ. ხო, არა, რა lights out რა თვალს რა დაგახოჭინებ, შეიძლება აფეთქდე ან რაღაც დაგემართოს ან რა ვიცი. ხო. და გასახ გავხსენ მაგაზე აი ენდერს დიათი პრობლემა არ აქვს, მაგრამ აი პროშამ რო გამოუშვა ახლა Corex One L. მაგაზე ამაშა ანუ საერთოდ პროშანო კითებსაც ყიდის ხოლმე და ანუ აწყობილ პრინტერებს. მაგრამ L-ს კითად ჯერჯერობით ან საერთოდ შეიძლება არ გავყიდოთო. იმიტომ რომ ძნელია საწყობია, აბა. Hitbed-ის გამო. Hitbed-ს რა ჭირს? ანუ ადრე იყო AC Hitbed-ი, ანუ დენის კონვერტორი ქონა შენი და ანუ მაგასაერთოდ. ეხლა DC ანუ სკვაზნოიზე შედის ბეთან. და ევროკავშირში და ბევრ ქვეყანაში თუ არ გაქვს ლიცენზია ელექტროინჟინერის, მაგასთან ჩალჩის უფლება არ გაქვს. კარგი. და ანუ კატანო მოსკოვს უნდა დაეკითხო, ხო? ესე იგი საკუთარი პრინტბედის გამოცვლა რო გინდოდეს, ან რა ის ჯიგარს უნდა დაურეკო და პრესტა ლიცენზიანი ტიპი თავზე რო დაგადგეს 100 € უნდა გადაუხადო იმაში რომ მე უნდა გააკეთოს, ხო? ვაფშე იმან უნდა გააკეთოს. შენ არ გაქვს შეხების უფლება, თუ არ გაქვს ლიცენზია რა. კარგად. რაც ანუ ჩემი აზრით კაი არის, რადგან ანუ ნაკლები დამწვარი ელექტროობა და ნაკლები გაფუჭებული რაღაცები მაინც აგეთო არის. ხო, მაგრამ ისა მაინც აი ჩემი ნივთია, მინდა დავწვავ, მინდა არ დავწვავ, მინდა რასაც მინდა იმას უზარ. ანუ იმიტომ რომ კაი, ქორვანი აწყობილი რო ვიყიდო. დავშალო და ავაწყო მე ხო რაფერს ვერ მეტყვის რა, ხა და მომეცით რა პირდაპირ რა. და საერთოდ ანუ თუ დაიწვი რაღაცა და მე მოგიწია კოსმოსში გასვლა, აგერ ტრანზიციების მეფე ხარი. ტრანზიციების მეფე. ირა კონდა მიდი შეუბერ. ცურიხის ტექნოლოგიების ინსტიტუტმა პირველი ტესტი გააკეთა კუნთის დაბეჭდვა მიკროგრავიტიში. ძალიან მაგარი ხალხი ესენი. ანუ რა საყვარლები არიან რომ მიკროგრავიტაციაში ბეჭდავენ უკვე კონც ტიპები და მაგას ტესტავენ რა და ანუ
ეგება ცოტა ხანი ეს მარსზე დაბეჭდვა დავიკიდოთ ბიჭებო რა და ანუ აი აქ დედამიწაზე რომ დამიბეჭდოთ რამე შეიძლება აქ უკვე შეუძლიათ ეხლა ხო ვიცი რომ შეუძლიათ მაგრამ ანუ არ უნდა ინტეგრაცია მე მაგ ტექნოლოგიას რაღაცა განძრევა რომ ხო რა ვიცი რამდენი ხალხია დაზიანებული მიზიანებულ მოზიანებული ასე შემდეგ რამდენი ხალხია ვისაც სილიკონის იმპლანტები აქვს მკერდში კაცებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ის ტიპები ხო არიან რომ იმენა რაღაც ცრუ პრესს და იმ რაღაცა ბიცეპსებს და იმებს იკეთებენ რა რომ პროსტა human candle რაღაც კენი ხალხი რა ხო და მაგათ არ უნდა კუნთები ნამდვილი კუნთები აგერ ბეჭდავს ხალხი ნამდვილ კუნთებს ოღონდ ხო და აი მაგაზე მეცნება რომ როგორ ასწრებს ხოლმე ტექნოლოგია იმას რომ კიოტონ გამოიგონეს, აი დედამიწაზე უკვე ვიცით, აი ხა მარსზე გვინდა კუნთები რა და დედამიწაზე არა გვაქვს კუნთები შენ, მაგრამ მარსზე გვექნება მალე. ჯერ მივიდეთ იქამდე. ხო რა, ანუ რა იქ რომ მივალთ, მე დაიწყა იქ მიკროგრავიტაციული კვლევები, რა ვიცი მე რა და ეს ხალხი არ მოაცდინო რა, რამეს აქ უფრო სწრაფ ინტეგრაციაზე გავუშვი. მაგრამ საინტერესო არის ახლა ბეგონ მესამე ეპიზოდში რომ ლაპარაკეთ ავსტრალიელებმა რომ გააკეთეს ის ობობა რობოტი შარლოტა. ხო. ანუ მაგას რო გავუკეთო აი ეს ზათ ადამიანის კუნთების ვარიაცია ჯოინტებში. კი. და ანუ იქ რო უშვებ რომ უნდა აშენოს, გაუფუშტე ეს რაღაცა, ოპ, დაიბეჭდა ისე უკან და გააგრძელა მუშაობა. ანუ ეგეთ პოჩი რომ გამოიყენო რა. უკვე კი. ანუ ავტომატიზირებული თემა რა. რა პრობლემაა? შარლოტას არ ვიცი ფიზიკური კონტები რამდენად აქვს, მე მაგის საპორტის ის ანუ გული აქვს შარლოტას, სისხლის მომარაგება აქვს, ანუ რაზე ამუშავებს, რითი ამუშავებს ამ კონტებს. ხო, მაგრამ ანუ ეგ არის, ანუ ეგ სისტემა თუ მოახერხოს სხვანაირად ამუშავო, ანუ შეიძლება თქვათ, ანუ 50 წელი დაჭიდეს, ანუ იქ რომ ჰაბიტატი ან რაღაცა გააკეთოს, ანუ ის მთვარეზე რო არის, იმ რობოტს რა ქვია? არ მახსოვს. თქვენსგან მარსზე არის გონის. მარსზე Curiosity ანუ მაგის ბორბებს რო ანუ სახეა გამთვრა და რაღაც 8-დან 3 მუშაობს ძლივს და რაღაც მარტო 1 კილომეტრი რო გაიარა საერთოდ. კიდე ქაჩავს საერთოდ. ცოცხალია ეგა? კი, ჯერ კიდე ცოცხალი. აი, კარგად დაუწყეოთ წეად ხო. 30 წელი 30 წლის წინ გაუშვეს? თუ როდის გაუშვეს? კაი დიდი ხის წინ. სადღაც 15 წლის წინ მახსოვს რომ დაჯდა. ხო და იქამდე ნუ კი ბატონო რა გაიხარა. და მაგისთვის რო გაიყოლებინა 3D პრინტერი და რაღაცა. ბორბალი გამიტყდა. ეს შმუდა რაღაც მტვერი აიღო ზედაპირიდან და ოპ დაიბეჭდა და დავი გააგრძელა სიარული. ანუ ეგეთი self replicate ანუ 3D პრინტერებს მიიღო ეს ანუ self replicating machine ქვია რა. ხო. ეს ანუ მაგით დაიწყო თავიდან. ანუ მანქანა რომელსაც თავის დაბეჭდა შეუძლია რა რაღაც მომენტში. პრინციპში რობოტი ხელი რო გქონდეს და მეტალის პრინტერი ხო რა რაღაცა დროში უნდა შეეძლოს თავის აწყობა, იმიტომ რომ რაღა დარჩა. ნუ მასალების ნაწილი არის რა, მაგრამ просто მასალა მიეც და შეაკეთებს რა. ხო. ხო და ეგეთი ანუ просто ოპ წავიდა. კი, მაგრამ მე მგონი ახლა შარლოტა უახლოს მომავალში არ დაიბეჭდავს კუნთებს. გაასწორებდა რომ შეეძლოს, მაგრამ არა. მაგრამ აგერ უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ეს კუნთების პრინტერი რამდენი კილოა? მე გავიკეთებ ზურგზე, მაგრამ მე ვიქნები შარლოტა, მიავაშენებ მარსს და მთვარეს, კაცო. კომი ხოსე, ხო? კი, მე ჯერ მექსიკელი არ უნახავს მთვარეს, ისეთი მექსიკელი ვიქნები ძმაო. მაგრამ აგერ თუ სხვა დაზიანება მიიღე, ეგ არის სადაც ძვლის მოტეხილობა, თუ ჯერ ეს ნახოთ. ძვლის მოტეხილობა ვნახოთ. და მე ვნახოთ BBL-ის ისა ბადე. ანუ აგერ ვილსის უნივერსიტეტებმა გააკეთეს ახალი ძვლის ბეჭდვის სისტემა, რომელიც ანუ ბიოდეგრედირებადი ძვალი არის, რომელიც ანუ მოტეხილობა ან ბზარია რაღაც ანუ ან როგორც გქოს ანუ ვიღაცა სიმაღლეს რო იმატებს, ანუ მან ანუ ძვალში იდება და ანუ ძვალი ზემოდან რო ახორცდება, ანუ ეს აძლევს თავის ნუტრიენტებს ამ ძვალს რო ანუ კარგად შეხორცდეს ყველაფერი. მალე გაიზარდოს და თვითონ იჭმე. ანუ საჭმელიც არის და ესეც არის? ანუ ბიოდეგრედირებადი არის და ანუ ხო და ანუ ძვლისთვის თან საჭმელია და თან კიდე ზდის მიმართულების მიმცემი რაღაცა ანუ თან ფორმას აძლევს დაზიანებული ძვლის შეხორცებას. და თან მე ამ სტრუქტურას რო მარტივად დაიწყოს. ხო, რაღაცა რა ქვია მაგ იმას? ლათეს. არა, ქართულად. აი სახე
გუბკა ქართულად როგორ არის? რაღაცა ხო, ღრუბელი. ხო, ანუ ღრუბლის სტრუქტურა აქვს რა. ანუ ფოროვანი ფუშფუშა სტრუქტურა აქვს. და ფუშფუშა არ, მაგრამ ხო, ფოროვანი სტრუქტურა აქვს და რა შესაძლოა რომ დაზიანებულ ძვალში რომ ჩასვამ ამ ფუშფუშა არა, მაგრამ ფოროვან ტიპს. ანუ ძვლის დისთვის თან საკვებია და თან მიმართულებას აძლევს რომ ამ ფორებს შორის შეივსოს ძვალი და მე მთლიანად შეჭამოს და შეხორცდეს. მაგარი რამეა. ეს ერთი მეგონი გამოსადეგარი რაც განო კი ბოტექნოლოგიებში დააცა კი, მაგრამ ერთი პირ ანუ სამედიცინო კვლევებში ანუ ამისგან შურუპები რო აკეთო. ანუ ხო აქ ნახე სურათები ან ვიდეოები ხელის მოტეხილობა რაღაც რა მე შურუპებით რო უბავენ ძვალს ან ბარზაკის ძვალს ან რაღაცა ანუ პლატინის შურუპს რო უკეთებენ რა. ანუ ამით რო გააკეთო. ხო, და გაიწვა. ამოძრობა აღარ არის საჭირო. კი. და просто გაიწვა შეფასება ყველაფერი. აი ის კიდე ხის ფეგები რო არის რა, რაღაც ეგრე რო ჩაამაგრო უბრალოდ რაღაცეები. ხო და ეს არის რა, ესე 3D პრინტით ბიოდეგრადირებადი ძვლის ნაგლეჯი შემახორცებელი სუპერ რაღაცა გააკეთეს თვითონ. ეხლა რამდენი 6 სერია გავაკეთეთ ამ 3D ბაზრის. ყველაფერი დასპონსორებულია 3D ტავრნით და თუ რამე მოგიდეთ დაბეჭდო პროტოტიპება გამოვშვით, მაგრამ რაც მე უნდა თქვა, ლაბის ადამიანის დაბეჭდვა უკვე შეგიძლია აი ამ 7 ეპიზოდში რაც ვილაპარაკეთ, ხო, ანუ კუნთი იყო, გული იყო, სისწარღვები იყო, ხო? ტვინი, ნერვები, ნერვები იყო? ნერვები არ დაუბეჭდიათ ჯერ. ხო. აი, ეგ გადარჩა რა, მაშინ რა. მაგრამ ის არის ის მაგრამ ის ბიოკომპიუტერებზე გვილაპარაკიაო ტვინის არ გვილაპარაკია, მაგრამ ანუ 3D პრინტინგის ნაწილები რა, მაგრამ brain organoids რო არის, ხო, ანუ ტვინის ორგანელებით აწყეს კომპიუტერი. ტვინის უჯრედი, ნეირონული უჯრედები მიაერთეს კომპიუტერზე და რაღაც ტასკებს სწრაფად აკეთებს და მე ეს ტვინი კვდება. და ეშინია მე მგონი და დეპრესია ეწოდა. რაღაც ანუ შუტკი ახო ის ვირთხავს თუ რაღაცას რო ძალიან კრიპი რაღაცა არის რა, მე პრავლის მაგ. მაგრამ ისე ანუ საერთოდ ანუ ადამიანის ტვინის ნაწილებისგან არის აწყობილი და ანუ ჩაშენებული რო გაქვს anxiety და depression. ბიჭო, აბა როგორია ეხლა რომ უცებ გაიღვიძე და ხოლმე ხარ მუშაობ, მე ვეღარ მუშაობ და კვდები და ვერ ხვდები რატო ხარ ესე. და ანუ და თან თვალები არა გაქვს, ყურები არა გაქვს, არაფერი არა გაქვს. უბრალოდ დენი გირტყამს ხოლმე და შენ რეაგირებ და ვიღაცა ან კმაყოფილია მაგით დენი რო გირტყამს, ან არ არის კმაყოფილი. ანუ იმ ტვინის იმ რაღაცა პეტრის თეფშზე გაზრდილი ორგანელას ცხოვრება რო წარმოიდგინა, რომ ხო რა ჩვეულებრივი ნეირონია რაღაცა ცარიელი გრძნობაა ტიპი, სუსიყვარულია, სუსიყვარულია. და ვიღაც მეცნიერები უბრალოდ დენს გირტყამენ და მე კმაყოფილები არიან რომ ბიჭო მათემატიკას რა კარგად აკეთებ, ზოგადად სხვა რა გზა გაქვს, კარგად აკეთებ მათემატიკას, დენს გირტყამენ თუ არ გააკეთებ, უფრო მეც გირტყამენ რა. Tiger parenting ხო რა რას ნიშნავს რომ ანუ კმაყოფილები იმით არიან რომ აი დიდხანს გაკაჩა სანამ მოკვდებოდა რა. მაგრამ მაინც პოზიტიურზე დავუძან. თვითონ ნებისმიერი კიდურის თავდადებული ანუ თელი შენი სხეულის ანუ ნერვების შეიძლება დაბეჭდო არა, მაგრამ რაღაც ვიტამინი არა, მაგრამ რაღაც ნივთიერება შეიძლება იყოს რომ შეუშვი და ანუ რომ ძველებური სტილით გააკეთო. ხო, მაგრამ მალე შევძლებთ. აი ელიზიუმში რო არის. ფილმ ელიზიუმში ხო რაღაც ოდში რო როგორ დალეწილიც არ გინა რო ჩაგაწვინონ რო Unwanted-ში просто ცვილის სითხე. ხო რა, ხო და აი wanted-ის ცვილი არა, მაგრამ ელიზიუმში რაღაცა ლაზერებით პრინტავს რა ის მანქანა რა, მაინც სწორადაა წარმოდგენილი შედარებით ხო და ძალიან რეალურია რა. ალბათ რაღაც 10 წელიწადში არ არის რეალური, მაგრამ არ ვიცი 40 30 ერთი კვირა ანუ 2 თვე გავიდა რაც 2 თვე გავიდა. კუნთი ძვალი სიზარღვები კუჭი და რაღაცები დაბეჭდული. ხო, ხო და ნუ შეიძლება არანორმალური სიჩქარე დავითარდეს. თავარია რომ AI-ს არ მიანდონ რა. ანუ თავარია რომ AI-ს არ მიანდონ, იმიტომ რომ ანუ generative AI, მაგრამ სტატული AI რაც არის, folding-ის AI და რაც მაგასაც ბიჭო, აი მაგასაც არ ვანდობდი. ვაფშე, ანუ AI-ს რა უნდა ადამიანის ჯანმრთელობა. იმიტომ რომ აი როგორ წარმომიდგენია ეგ ამბავი რა, რომ რაღაცა AI ესე ელიზიუმის პოდი გააკეთეს ადამიანებმა და
რაღაცა 30 წლის განმავლობაში ყველას მკურნალობდა და მერე დეგენერაცია დაემართა AI-ს და ეხა ორკებს აკეთებს რა და რაღაცა მეოთხე მსოფლიო ომი რო შილდის რებით იქნება მერე ორკებს უნდა ვეჭიდაოთ იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ხო რა ეხა ადამიანის მოსარჩენი ტექნიკა მთლიანად კომპიუტერის იმედზე გადაიტანეს და რაღაცა Catgirls ოკეი, მაგას მეც დავაპროგრამებ, რა ვიცი, მაგისთვის AI არ მჭირდება რა. ელფები და კატუნიები გამოვუშვით. ხო და შედაგშაბა საწოლე მას. და აი ეს კუნთის ის იქნება, ეს სიმაღლეს რო იზდიან ეგ ოპერაცია, იცი? ეს წვივს ჭრიან და კუნთს აგზელებენ და რაღაცა რკინასდებენ ხო და რკინს მოგრო თამაშჩადებენ და გაიზდება ძვალი. ყველაზე მტანჯველი ოპერაცია. და კიდე ერთი მე შენ უფრო მოგწეს ეგრეს ეს დარკი ხო? ანუ რა ხდება ხა? Tiger Aesthetics არის რომელმაც ინვესტიცია ჩადო Genesis Tissue-ში. Genesis Tissue. ღმერთო ჩემო, სირცხვილო და თავის მოჭო. Genesis Tissue. კი, ხო და Genesis Tissue რა არის? Genesis Tissue არის რეკონსტრუქციული იმპლანტების კომპანია, რომელიც აწარმოებს ქსოვილს ამ რეკონსტრუქციული იმპლანტებისთვის, რომელიც არსობრივად არის რა, ვინც იცით რა არის BBL. Brazilian butt lift. ანუ ქონების სტრატეგიულ ადგილებში დამატების ოპერაციები. ხო? ანუ რასაკეთებენ, რომ არის დაპრინტული ქსოვილი, რომელიც არის ბადესავით, რომელშიც ტენი ქონს და უფრო მკვრივი და ფორმის შენარჩუნების ამბავია რა. რომ და ესეც გაიწოვება თუ არ გაიწოვება? გონი არა. ხო და ანუ მოკეთ აი დავუშვათ ახლა მკერდის სილიკონის იმპლანტი როგორ მუშაობს რა რომ ბუშტი ჩატენეს რა და რაღაცა მილიგრამი სილიკონი არის შიგნით აი ამ ბუშტში და ბუმ ჩატენეს და ან ზედმეტად მკვრივია ან ზედმეტად რბილია როგორიც არის ისეთი არის მაგრამ ბუშტი გიდევს კერჩი რა. ხო და პრობლემა ისაა რომ ბუშტი არის და თუ გაიგზარა ოპა პრობლემა ისაა რომ ბუშტია და თუ გასკდა მე რაღაცა შუაში გამოვა და ერთი დიდი ზუზუ გაგიხდება ან ასე შემდეგ რა რაღაცა იშვები აქვს თავის. ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია შეგონი რა. ხო და ესენი მუშაობენ რაზე რომ ცხიმით გატენონ ბადე რაღაცა custom shape ღრუბელი და ის იმპლანტი უკვე თავს კარგად დაიჭერს, იმიტომ რომ აქეთ იქიდან შევსებულია და ასე შემდეგ. პროცესი საინტერესო ტიპია. ხო და ნახოთ როგორ გაუმართლებს Tiger Aesthetics Medicals. მაგრამ ეგ ანუ საუბრობთ ანუ პლასტიკურ ქირურგიაში, ანუ ყველგან გამოიყენა მარტო BBL და არა მარტო ხო რა, ხო, ან მე მგონი ხო ნებისმიერ რაღაცაზე რა ვიცი მე ხა ის სახე თუ მოგაგლიჯა რაღაცამ ან დაუშვათ ბიშექტომია გაიკეთე და დარევერსება გინდა, იმიტომ რომ ხარიან ტიპები რომ აი ამ რაღაცა სახის აი ამ ლოყის ქვეშა ქონია მოაქვთ. ანუ მომოთ ჩადის სახე რომ მიიღონ? ხო, ესეთები რო გახდნენ, აი ამ რაღაც ცხიმს იღებენ, რომელიც აღარ აღდგება არასოდეს მერე რა. და ანუ აი ჰოლივუდის ვარსკვლავზე თუ დაგიმუღამებია რომ რაღაცა ადამიანის სახე ქონდა და მერე უცებ მუმიად გადაიქცა რა. ესეთი რაღაცა გახდა, მაგიტომ არის რომ ცხიმი ამოიღეს ხო და თუ გააცნობია რა ადამიანმა რომ ეს არ უნდა მომიყო, შეიძლება რომ აი ეს ბადით დასაპორტებული ცხიმი უკეთესი იმპლანტი იყოს, ვიდრე რა ვიცი, ან სილიკონი, ან უბრალოდ პირდაპირ ცხიმი ამ ბადის გარეშე, იმიტომ რომ ეს ბადე და ეს ქსოვილი ეხმარება რომ ზუსტად ფორმა შეინარჩუნოს და ცხიმი კიდე ნუ ცხოვრობს მერე სხეულში. ეს კიდევ საინტერესო ცხიმის მაგრად ანუ დამატებითი ეს ბიოგუ რაც არის ხოლმე რა. ეგ გააკეთოთ თუ ეს ღრუბელი აი ძulis გარო გააკეთოთ ანუ ეგ მე უკვე კი რომ გაიწოვოს რაღაც მომენტში ცხიმში ეს ტიპი ანუ ადამიანის ან ორგანიზმი რომ რა ქვია გინდება ძალიან ბევრი ნიუტრიენტები და რაღაცები ჭირდება. და ანუ თქვა ანუ სახის რეკონსტრუქცია რაც ძulis რეკონსტრუქცია არის საჭირო. ანუ უბრალოდ სკანი რო გაქვს წინ ანუ უბრალოდ სურათიდანაც
AI და გენერირებული მეში. ანუ ეგ ანუ ლოკა ანუ თქვა კიბოდა ემართა ვიღაცა ანუ ხო ძვალს რო აჭრიან ხოლმე რა. ანუ აი ეს ლათასი ძვლის უკან ჩაუდეს ას ბიოგუ ჩაუშურბე ჩაჭყრიდე და ანუ შეივსო თავიდან ბოლომდე ყველაფერი როგორც იყო. ხო, ნუ აი ხამ შემთხვევაში ეს მაგრამ ანუ ცხიმი ხომ აიწან რაღაცა. ძალიან ბევრი წელი ტესტირება დაჭირდება, მაგრამ ყველაფერს სანამ ჩვენამდე მოახსოვს, მაგრამ შეიძლება იმდენიც არ დაჭირდეს, იმიტომ რომ რაღაცა პროცედურები ხო ძალიან სწრაფად ვრცელდება რა დედამიწაზე. მით უმეტეს აი ესეთ პროცედურები. კი, ეს მით უმეტეს ესეთ ხო და აი ეგ არის საწყენი რა, რომ ტიპები გულს ბეჭდავენ და გულის დაბეჭდვა ჩამოვა 20 წელიწადში რა. მაგრამ აი ხა აი ეს ხო არა? შეიძლება წლის ბოლომდე უკვე წლის ბოლომდე ვიღაცას დუნდულებში ექნება რა. ხო აუ ნახოთ რა. რაც იქნება. ბიჭო, მაგრამ ეგაა რა, რომ ფული იშოვება ჯანმრთელი ხალხის კურნალობაში რა. ავატყოფების კურნალობა არავის არ აინტერესებს. და დავამთავროთ პოზიტიურზე, აგერ კორეაში გააკეთეს, ანუ გაიცა დეველოპმენტს აკეთებენ ოთახის ტემპერატურის რკინის პრინტერებზე? ანუ ოთახის ტემპერატურაზე ბეჭდავენ ინფრაწითელი შუქის სენსორებს. მაგრამ სტანდარტულად ანუ რაც ანუ იდახე რომ გამოდგება ან პროცესორების და ეგეთი რაღაცების წარმოებაშიც. ანუ მარტივად რო ახსნა ეხლა როგორ არის პროცესორები, ანუ კომპიუტერში არის პროცესორი, ტელეფონში არის პროცესორი. ეხლა რაც ნანო მიკრო მილიმეტრებში არის ხოლმე რა ეს. ხო, დალაზერებული, მაგრამ პირდაპირ ანუ შუქი მაგდენად წვრილად ან მაგდენად სიწვრილის ლაზერი არ არსებობს, ანუ ეგ დააწეპონ რა, ანუ და ლაკროს. არ ვიცი და ყველაფერს ვადასტურებს პირდაპირ რასაც იძახი. მიდი. სილიკონ cook bro. სურათი რაც ანუ silicon wafer რაც არის, რასაც იბეჭდება, ანუ ზევიდან ანუ ბევრი სარკეები არის და შუაში ერთ წვეთ ტყვიას ისვრიან და რაღაც მომენტში ეს ტყვია სადაც არის, ეს ლაზერები ეჯახებიან ყველამხიან და ნაწილაკებად ისე შლიან, რომ ეს სწორ ადგილას ყველაფერი დაიფანტოს ამ სილიკონზე და მიიღო შენი ეს wafer-ი, საიდანაც მე გამოაშენი ანუ კომპიუტერის პროცესორი, გრაფიკული ან GPU-ს პროცესორი, შენი ტელეფონის პროცესორი თუ რაც იქნება, ტელევიზორის პროცესორი რა. და ანუ ამით ესენი აკეთებენ, ანუ არ გჭირდება რაღაცა 7000 ვატიანი 27 ცალი ლაზერი, გჭირდება რაღაცა აი ეს სახში რა, დაახლოებით ეგ იქნება რა, ანუ ანუ ოთახის ტემპერატურა. იმედია გამოუვათ ბიჭებს. No, I sensors produced are less than 10 micrometers in size. ანუ 10 მიკრომეტრზე უფრო პატარა სენსორებს აკეთებენ ცივად. მიკრომეტრზე უფრო პატარა არ არის ნანომეტრი? ანუ პროცესორებამდე შორია, მაგრამ თვითონ ეგეთი პატარა სენსორების კეთება რო შეუძლიათ, უკვე მაგარია, იმიტომ რომ პროცესორის გარდა კიდე რამდენი რაღაცა არის შუა გზაში. ანუ უბრალოდ ანუ როგორც ვიდეომ, ანუ ამ თუ ეს ინტელის ქარხანა ან TSMC-ის ქარხანა რო არ ტაივანში გვერდზე რაღაც აი 3 ცალი ელექტროსადგური და 1 ცალი თუ 2 ცალი ატომური სადგური და რაღაცა უდევ გვერდზე რომ ეგ მთელი ელექტროენერგია ჭირდება ამას. ხო არ არის საოცრებო. და ანუ ოთახის ტემპერატურას ხო უფრო ნაკლები დაჭირდება როგორც ვინმე და ანუ როგორც ვინმე ანუ შეიძლება ყველაფერი არ გადმოვიდეს ამ სისტემაზე, მაგრამ ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება გადმოიყონ, რაც ანუ არ ჭირდება ძალიან უზუსტესი სიზუსტე რა. ხო და ნუ კიდე შეი სილიკონის ლატარია მაგიტო არსებობს. რომ wins ტერმინი არის, იცით არის რა, რომ ორივე მივიყიდეთ ერთი და იგივე პროცესორი, შენი გამოდგა მხეცი, ჩემი გამოდგა მე. რა? არა, მხეცი, მაგრამ მხეცი მინუს 1 რა. ხო, რა, მხეცი მინუს 1 რა და ვიღაცას ძალიან მხეცი გამოსდის. იმიტომ რომ აი ეს პროცესი რაც ირაკლი აღწერა, საწარმოო, ხო? ანუ ძალიან მიკროსკოპულ დონეზე რაღაც მომენტში ხმარტალა მოულოდნელობებს შეიცავს. და 100%-ით გარანტირებული არ არის და ორი იდენტური პროცესორი არ არსებობს დედამიწაზე. არ და ვერასოდეს ვერ იარსებობს, იმიტომ რომ ის რავი, იმ ტყვის ორთქლი ოდნავ მარცხნივ მოხდა რაღაც თუ ოდნავ მარჯვნივ მოხდა რაღაცა, ეგ მე გასაზრდავს იმ ვის გამომართლა მე ყიდვაში. ანუ მაგათანო ეს და ხანდახან მეგონი აწეული აქვს ცოტა მიწიდან ეს ქარხნები, რასაც მიწის ძვრა რომ მოხდეს ამ წკაპის დროს, ანუ შეიძლება მთელი ზვიგენი დაიგაფოს, სადო თითო ვეიფერი რაცა
9 მილიონი არის ხოლმე რაღაცა 50 სანტიმეტრიანი კი, წრე და კაცო, ხო, ანუ რაღაც არანორმალური ინვესტიცია ჩადებული რაღაც ფაჩაჩი უნდა ფიტებში. მაგრამ ერთ-ერთი ეგ არის აუ, მაგაზე კაი ვიდეოს ალინკვა შეიძლება თეორიულად, ხო? თუ იპოვეთ კი, ჩავაგდეთ. ვიპოვით და რამე კაი ვიდეოს დავნიკავთ, პროსტა ზოგადად სასაინტერესოოდ და გვებაზრეთ. მაგრამ ერთ-ერთი ტელევიზორები ეს სისტემა. ანუ ტელევიზორის LCD და OLED და QLED ისინაც არის. ანუ რატო ანუ ერთ-ერთი ტექნიკა არის მგონი რაც ანუ რას დრო გადის ფასი არ ეწევა. არის ტელევიზორები. რატო ხდება ეგ? ანუ იმიტომ ანუ სისტემა რაც არის ანუ ამ LCD-ს და QLED-ს ანუ ამ wafer-ის დაბეჭდვის უფრო კარგი ხდება და უფრო იაფი ყოველჯერზე რა. და ანუ ადრე თუ რაღაცა აი ამხელა 5 ინჩიან რაღაცა მონიტორს ჭირდებოდა რაღაცა ანუ ჯერა ქონდა რაღაცა 10%-იანი success rate-ი. ხო, ეხლა 55 ინჩიანს აქვს 70% success rate-ი რაღაც რა. და ანუ ამით კიდე უფრო თუ გაიაფებ და უფრო მეტ success rate-ს გაზდი, ანუ კიდე უფრო შეიძლება დაიწევს. ანუ რო ნახო აი 53 ინჩიანი ტელევიზორი რო აიღო რა, ანუ თუნდაც აი 32-იანი. ანუ ერთი 10 წლის წინ რამდენი ეღირებოდა? მეტი. 1000 ლარი რა ვთქვი. ეხლა 350 ლარი თუ არა 200 ლარი მივეცდო. მე მგონი რაღაცა ტელევიზორის ინდექსი უნდა გავაკეთოთ. ანუ პლუს მინუს ანუ ხო რა, ანუ ზომები და რაღაცები ხარისხი იზრდება, მაგრამ ფასი არ იზრდება. ხო. რო ეგ რაღაც რეგულარულად რო ხარჯავდე ტელევიზორში ერთი და იგივე ფულს მუდმივად გეზდება ხარისხი და თან ის არა. და ეს აი LG-ს ან Samsung-ის ის wall რო არის ხოლმე რა. ანუ არის 105 და 85 ინჩიანი ტელევიზორები რა. ეგეც 10000 იყიდა 3 წლის წინ 4 წლის წინ ეხლა შეგვიძლია 2000 დოლარი იყიდა. და 3 წლის და 5 წლის წინ 2000 დოლარი იყიდა და რაღაცა რომელიც იგივე ზომა იყო, მაგრამ უფრო მანძილი. მაგრამ იყო 1080p და არა 8K რა. ხო, რა. რა ეგ არის და ეგ გონი ხო, გაგვითავდა? ეგ არის. ხო. ნახავდის ხალხო. მადლობა ყურებისთვის. დაგვალაიქეთ, დაგვა-subscribe-ეთ, ეგ ყველაფერი თავიდან გეთქვა, მაგრამ აბა ჰედა აბა. და დაგვალაიქეთ და დაგვი-subscribe-ეთ კიდე. რატომ დაგავიწყდა რომ ეგ გეთქვა?